მადლობა. Რამდენიმე წუთში დავბრუნდებით სტუმართან ერთად. სტუმარი გვეყოლება თეატრალური უნივერსიტეტიდან, მანამდე კი შემოგთავაზებთ სოფო წულაიას მიერ მომზადებულ სიუჟეტს. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ხშირად იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, სამეცნიერო კონფერენციები, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მონაწილეობით, სხვადასხვა ტიპის მასტერკლასები, წიგნის პრეზენტაციები, რაც სასწავლო პროცესის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. 23 აპრილს უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ცნობილი შვედი კინომცოდნის ლენა ისრაელის ლექცია მასტერკლასები დაიწყო, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. მასტერკლასი ძირითადად გამიზნული იყო კინომცოდნეებისთვის და ხელოვნებით დაინტერესებული სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ სტუდენტები გაეცნობიან უცხოელი პროფესორის, ასე ვთქვათ, სწავლების მეთოდს, ახალი იქნება მათთვის ინფორმაცია, რომელსაც ისინი ზოგიერთი ცნობი ინფორმაციას, რომელსაც ისინი მოისმენენ, გაანალიზებენ, აქტიურად ჩაერთვებიან ამ საერთაშორისო პროექტში და ჩვენი მიზანია, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის, რომ გაგრძელდეს ეს კონტაქტები. ამ კონკრეტულ შემთხვევას მე მაინც გამოვყოფდი იქიდან გამომდინარე, რომ პრინციპში ეს მეთოდოლოგიის პრაქტიკული გაცვლა გახლავთ. ეხლა მე უყურებდი დღეს მართალი გითხრათ აუდიტორიის რეაქციას და ძალიან მაინტერესებდა ის თუ როგორ შეხვდებოდნენ ამ სიახლეს გულისხმობ დამოკიდებულებას, პოზიციას, ზუსტად იმ მოვლენებისადმი, ზუსტად იმ ფილმებისადმი, რომელიც ჩვენი სტუდენტებისთვის ნაცნობია სხვათა შორის და ძალიან აინტერესებთ მათ უკვე სხვა კუთხით და სხვა პოზიციიდან ყოველივე ამის დანახვა. და ფაქტია, რომ ისინი მზად არიან მიიღონ სიახლეს და ფაქტია, რომ მზად არიან საკუთარი მოსაზრებებით ძალიან აქტიურად გამოხატონ. ეს ჩემი პირველი სტუმრობაა საქართველოში. მეც ვიტოვებ, რომ ჩემი ვიზიტი იქნება დასაბამი მომავალში ქართულ და შვედ სტუდენტებს შორის ურთიერთობისა. მოხდება ორ განსხვავებულ კულტურას შორის ურთიერთგაცვლა, გამოცდილების გაზიარება. მიხარია, რომ გავიცანი ჩემი კოლეგები, სტუდენტები. აუცილებლად უნდა აღნიშნო, რომ ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი სტუდენტები გყავთ. მე კარგად ვიცნობ ქართულ კინოს, ძალიან მომწონს თქვენი ფილმები და იმედი მაქვს, ეს თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება ორივე ქვეყნისთვის. 15 მაისს უნივერსიტეტში გაიხსნა რიგით მერვე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც სამივე საფეხურის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. აღსანიშნავია ისიც, რომ კონფერენციაზე თავიანთ ნაშრომებს წარმოადგენენ არა მარტო თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, არამედ სხვადასხვა სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტები. მიზნად ისახავს ეს კონფერენცია, რომ სტუდენტებმა მიიღონ სამეცნიერო უნარჩვევები, რომ ისინი დაფრთიანდნენ მომავალი სამეცნიერო კვლევებისათვის. ეს არის ძალიან დიდი გამოცდილების ასპარეზი მათთვის. ჩვენი კონფერენცია პირველად 2008 წელს ჩატარდა და იმის შემდეგ ყოველ წელს სტარტდება. და მე ვხედავ, როგორ იზრდებიან სტუდენტები ამ კონფერენციაზე. ისინი, რომლებიც პირველად გამოვიდნენ კონფერენციაზე, დღეს უკვე მუშაობენ და აქტიურად არიან ჩართული ზოგი დოქტორანტურაში, ზოგი სხვადასხვა კულტურის დაწესებულებაში საქართველოში. კონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე გამოიცა კრებული სტუდენტური ნარკვევები, სადაც დაიბეჭდა 2004 წელს სტუდენტურ კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო ნაშრომები. ეს კრებული მიეძღვნა ჩვენ ერთ-ერთ სტუდენტს, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა შარშან და მის ხსოვნის საპატივსაცემოთ არის გაკეთებული და მისი ნაშრომიც არის მასში მოხვედრილი. ძალიან დიდი დანაკლისი იყო ჩვენთვის ეს ანა სოლოღაშვილის დაღუპვა და ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი, იმიტომ რომ მე ვიყავი მისი უშუალო ხელმძღვანელი და მიხარია, რომ მისგანაც დარჩება ამ კრებულში მისი ნაშრომი. სტუდენტებს აქვს საშუალება, რომ ერთმანეთის ნაშრომები გაიცნონ, მოусმინონ, თუ მათი თანატოლები რა წარმატებებს აღწევენ და დიდი მადლობელი ვარ, რომ გამოიცა ესეთი კრებული სტუდენტური ნარკვევები, სადაც ჩემი მოხსენებაც შევიდა. 23 ივნისს გაიხსნა რიგით მერვე სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ. წლევანდელი ნაშრომები ეხებოდა ტრადიციის გაგრძელებასა და ავანგარდს თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. შედგა კრებულის პრეზენტაცია, რომელშიც 2014 წელს სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი ნაშრომებია გაერთიანებული და ეხება ისეთ აქტუალურ თემატიკას, როგორიცაა პოსტსაბჭოთა ხელოვნება. ნაშრომში წარმოდგენილია კვლევები თეატრის, კინოს, არქიტექტურის, მედიის, ფოტოგრაფიისა და ხელოვნების სხვა დარგების მიმართულებით. ეს არის კრებული უკვე მეხუთე ტომი, რომელიც გამოვიდა სახელოვნებო მეცნიერებების მოხსენებების
შედეგად, კონფერენციების შედეგად და არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იგი ეხება იმ პერიოდს, რომლის შესწავლასაც ეხლა იწყებენ ქართველი მეცნიერები. ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცის ქართული ხელოვნების ყველა დარგის და ქართული მედიის შესახებ. ამიტომ ეს არის ქართული მეცნიერებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენაძენი, რადგან თავმოყრილია აბსოლუტურად ყველა ის მიმართულება, ყველა ის პრობლემა, ყველა ის საკითხი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში გადა ქართული სახელოვნებო სივრცის წინაშე. ამიტომ ნებისმიერ დაინტერესებული პირი, რომელიც წაიკითხავს ამ კრებულს, ერთიანად შეძლებს გაეცნოს იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობდა ქართულ ხელოვნებაში და ქართულ მედიაში. კრებული მოიცავს მთელ მე-20 საუკუნის ხელოვნებას და აგერ უკვე გადმოვედით 21 საუკუნეში. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ხელოვნებაზე და ქართულ ხელოვნებაზე საუბარი, ეს არის ქართული ხელოვნება სოფლიო კონტექსტში. აი ეს ყველაზე მე ვფიქრობ დიდი დამსახურება ამ ჩვენი კონფერენციებისა თუ ამ კრებულების. საკმაოდ ესეთი წევადი და ძალიან მრავალფეროვანი თემატიკისაა ჩვენი კონფერენცია. წელს არის მენეჯმენტის სექციაც, ანუ კულტურის მენეჯმენტს რაც შეეხება სახვითი ხელოვნების, არქიტექტურის, თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ასე რომ წლევანდელი კონფერენციის შედეგებიც მომავალ წელს უკვე მე-6 ტომში მოთავსდება ამ კრებულის. სასწავლებელში ამჟამად აქტიური პერიოდია. სულ ახლახან დამთავრდა მისაღები გამოცდების საშემსრულებლო ფაკულტეტებზე. ელოდებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს, რის შემდეგაც მოხდება პირველ კურსელთა დაკომპლექტება. მიმდინარეობს მომდევნო კურსზე გადასასვლელი გამოცდები, ასევე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების დაცვა. ივნისის ბოლოს სასწავლებელში არდადეგები დაიწყება, სწავლა კი სექტემბრის შუა რიცხვებიდან განახლდება. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და თემას უკვე სტუდიაში განვაგრძობთ სტუმართან ერთად. შემოგვიერთდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქალბატონი ნატო გენგიური. მოგესალმებით ქალბატონ ნატო, მადლობა მოგესალმებით და მთელს ჩვენს მაყურებლებსაც დილამშვიდობის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. სიუჟეტიდან მეტნაკლებად შეექმნა წარმოდგენა ტელემაყურებელს თუ რაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ განვაგრძობთ თემა სტუდიაში. ჩატარდა ყოველწლიური ხელოვნების მკვლევართა კონფერენცია სახელწოდებით ტრადიცია და ავანგარდი. აი ამის შესახებ რო გითხრათ უფრო ცლად და შემდეგ უფრო გავშალოთ თემა. კი ბატონო, პირველ ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის, იმიტომ რომ ჩვენი მუშაობა ეძღვნება ხელოვნებას. მე წარმოვადგენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტს, ანუ თეორიულ ფაკულტეტს. საერთოდ ჩემი სტუდენტებისგან ძალიან ხშირად მსმენია, როდესაც ისინი ამბობენ, რომ თეატრალურში ჩააბარეს და ჩაირიცხნენ იქ, ყველას გონია, რომ სამსახიობო დიახ და აი აქედან გამომდინარე მე მინდა ვთქვა რომ ძალიან დიდი და მსხვილი ფაკულტეტი ჩვენ უნივერსიტეტში არის თეორეტიკოსების ფაკულტეტი, სადაც ჩვენი მომავალი სპეციალისტები არიან არა მსახიობები, არამედ ისინი ვინც წერენ მსახიობებზე, ისინი ვინც წერენ სახელმწიფოს კრიტიკოსები და კიდევ ისტორიკოსები, კრიტიკოსები მიმდინარე პროცესებზე და ასევე უნახავენ შთამომავლობას იმ სახელოვნებო ამბებს, იმ შედევრებსა და ასე ვთქვათ შეფასებებს მიმდინარე პროცესებზე აფასებენ და ანუ ამას ვამზადებთ ჩვენ ფაკულტეტზე. და პრეზენტაცია იყო წიგნის, რომელიც მე აგერ მიდევს და შევახედებ ტელემაყურებელს, ძალიან საინტერესო სათაურიც პოსტსაბჭოთა პერიოდის ხელოვნება. და კადრი ფილმიდან გრძელი ნათელი დღეები, ხო? ეს არის ჩვენი უახლესი გამოცემა, აი პირდაპირ სტამბიდან შეიძლება ითქვას, რომ ორი დღის წინ შედგა ამ გამოცემის პრეზენტაცია და შედგა ჩვენ კონფერენციაზე, ყოველწლიურ კონფერენციაზე. ეს კონფერენცია იყო რიგით მერვე და მინდა გითხრათ, რომ თავიდან დავიწყებ მოკლე ისტორიას ამ კონფერენციის, იმიტომ რომ საერთოდ დაფუძნდა ის 8 წლის წინ.
ყოველწლიურად იმართება როგორც წესი და აჯამებს იმ წლის ჩვენი პროფესურისა და არა მარტო პროფესურის, მინდა გითხრათ, ჩვენი დოქტორანტების კვლევის შედეგებსაც. ანუ ესე იგი ეს არის უკვე გამოცდილი სპეციალისტების ნააზრევი და აგრეთვე სულ ახალბედების დოქტორანტების, რომლებიც ახლა იწყებენ კვლევით საქმიანობას. და 8 წლის წინ, როდესაც დაარსდა ეს კონფერენცია, მაშინ წარმოიშვა ასეთი მოსაზრება, რომ ეს კონფერენციები ყველა ყოფილიყო თემატური. და თემა არის მე-20 საუკუნის ხელოვნება. რატომ? იმიტომ რომ ეს არის პრობლემური პერიოდი. იმ მხრივ მოგეხსენება რაც საუკუნის ბოლო პერიოდი, 20-იანი პერიოდი, მაგრამ საერთოდ მთლიანად მე-20 საუკუნეზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ აი ყველა ამ 8 წლის განმავლობაში ყველა კონფერენცია რაღაც კონკრეტულ საკითხს მიეძღვნა. ვინაიდან მე-20 საუკუნეში მოგეხსენებათ რა პირობებშიც უხდებოდა ქართულ ხელოვნებათმცოდნეობას მოღვაწეობა, ანუ ეს იყო იდეოლოგიური დიქტატის პერიოდი, სადაც გინდა არ გინდა, როცა წერ სახელოვნებო პროცესებზე მაინც აქცენტებს აი ეს იდეოლოგია და სახელისუფლებო მითითებები გასმევინებს, რა თქმა უნდა და მაშინ და აქედან გამომდინარე კი წერებოდა ნაშრომები, კი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებები და წიგნები იმ პერიოდზე, მაგრამ ამ საბჭოთა პერიოდი მაქვს მხედველობაში, მაგრამ არის ძალიან ბევრი ესეთი ლაქები, რომელიც ან მიიჩქმალა იდეოლოგიური მოსაზრებების გამო, ან სულ არ ითქვა არაფერი, ან ითქვა და სხვანაირად. აქედან გამომდინარე, ეს არის აქტუალური, რომ ახლიდან მოხდეს შეფასება მე-20 საუკუნეში მიმდინარე პროცესებისა თეატრში, კინოში, სახუთხელოვნებაში, არქიტექტურაში, ზოგადად სახელოვნებო სფეროზე. მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენი კონფერენცია ზუსტად ამისკენ არის მოწოდებული, რომ აი მე-20 საუკუნის ხელოვნება გადაიაზროს თავიდან და ეხლა წინა წლებში მე-20 საუკუნის თითოეულ პერიოდს აი წიგნები მაქვს მოტანილი, რომელიც წინა წლებს ასახავს. აი ეს ალბათ ეს არის ხელოვანი ხელისუფლება. ანუ ხელოვანისა და ხელისუფლების ურთიერთობაზეა. წინ ერთ-ერთი ტომი კიდევ მიეძღვნა ტოტალიტარული პერიოდის ხელოვნებას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გარეკანზე არის ვალერიან სიდამონერის თავის წითელი მთესველებიდან ფრაგმენტი, რომელიც ძალიან კარგად ასახავს შიგნით რაც არის წიგნში და რასაც ეძღვნება ის და აი ამ თეთრი ლაქების ამოვსებას ვცდილობთ ასე ყოველწლიურად ამ კრებულებით. ეხლა რაც შეეხება გაქვთ კითხვა? კი, ბრძანეთ და შემდეგ. რაც შეეხება აი ამ ბოლო კრებულს, გადმოვედით, ესე იგი მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21 საუკუნეშიც კი, ანუ წლევანდელ კრებულზე ვაპარაკობ, პოსტსაბჭოთა პერიოდზე. აი ეს უკვე სრულიად ახალია. მაგაზე არ დაწერილა წინათ, რა თქმა უნდა, არაფერი, იმიტომ რომ აი უახლეს სახელოვნებო პროცესებს ეძღვნება. თქვენ იცით, რომ აი ქართული კინო ბოლოს გადაღებული ფილმები, ეს გრძელი ნათელი დღეები, სიმინდის კუნძული, შემთხვევითი პაემნები და აი სხვა მრავალი ფილმის შესახებ არის მიძღვნილი სტატიები, იქ მთელ ხატიაშვილის, ლელა ოჩიაურის, მანანა პაიჭაძის, მანა ლეკბორაშვილის, დინარა მაღლაკელიძის თეატრში რაც დაიდგა დღეს ქართულ სცენაზე ბოლო დროს თამარ ბოკუჩავას, გიორგი ცქიტიშვილის, მაკა ვასაძის და მრავალი სტატიებია შესული. პირადად მე მაგალითად მოვახდინე ბოლო პერიოდის, ანუ 90-იანი წლებიდან დღემდე ქართული არქიტექტურის პროცესების გადააზრება. ხომ არ არის რომელიმე სტუდენტის თქვა სტატია? იცით რა არის აქ სტუდენტის, ბაკალავრის და მაგისტრის არა, მაგრამ დოქტორანტის, რომელიც უკვე კვლევაზე მუშაობს. აი მათი სტატიები არის შესული, მაგალითად მაგდა ანიკაშვილის სტატია არის სხვა დოქტორანტებისაც და მინდა გითხრათ, რომ ფაქტიურად ძალიან მნიშვნელოვანია ეს. მე რა თქმა უნდა შორს ვარ იმ აზრის გარდა, რომ ეს ამოწურავს მთლიანად პოსტსაბჭოთა პერიოდს. ეს არის პირველი ნაბიჯი მხოლოდ და ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც გამოადგებათ მე სტუდენტებს სწავლის პერიოდში, კიდევ სხვა მკვლევარებს, რომლებიც რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყებენ ამ პერიოდის გადააზრებას და ამ მხრივ მგონია, რომ აი ჩვენმა კონფერენციამ ეს მისია შეასრულა. და საერთოდ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ კურირებთ ღონისძიებებს, მასტერკლასებს, კონფერენციებს უნივერსიტეტში და რამდენად ხშირად იმართება და რა ტიპის თქვათ
კონფერენციები. ეხლა და ჩართულობაც ასევე დავამატებ, რამდენად არის თქვათ, აი აქტიურობენ თუ არა ადამიანები? ნამდვილად აქტიურობენ, იმიტომ რომ გარდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა, ამ ჩვენ კონფერენციებში მონაწილეობს ყველა სახელოვნებო სასწავლებლის წარმომადგენელი კონსერვატორიიდან, აკადემიიდან, ჩუბინაშვილის ქართული ხელოვნების ცენტრიდან და გარდა ამისა ჩვენ გვაქვს სტუდენტების კონფერენციაც ყოველ წელს. ისიც 8-მერვე ჩატარდა წელს, აი იყო კიდე სიუჟეტი და ეს სტუდენტების კონფერენციაშიც სტუდენტები არიან განსაკუთრებულად აქტიურები. აი ყველა არა, მაგრამ აი ძალიან დიდი ნაწილი სტუდენტებისა, რომელიც ჩვენთან სწავლობენ და მინდა ვთქვა საშემსრულებლო მიმართულებაზე. ისინი ცდილობენ, რომ მიიღონ მონაწილეობა კონფერენციაში, რაღაცა გააკეთონ დამატებით. ეს არის ძალიან დასაფასებელი, იმიტომ რომ კონფერენციაში მონაწილეობა არც ქულებს უწერს მათ, არც სავალდებულო არამე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არის მათი სურვილის სწრაფვა, ინტერესი, რასაც მარტო მივესალმებით. და ამას გარდა ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობთ რომ არ ვიყოთ ჩაკეტილები და ჩვენ საკუთარ წვენში არ ვიხარშებოდეთ, ამიტომაც ღია კარი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა სტუდენტებისთვისაც და მკვლევარებისთვისაც და გარდა ამისა უცხოელებისთვის. მართალია უნდა ვთქვა რომ ეს კონფერენცია ჯერჯერობით არ არის საერთაშორისო და მხოლოდ დაგეგმვის პროცესშია საერთაშორისო. მათი მხრიდან არსებობს ინტერესი, იმიტომ რომ უცხოელები ჩამოდიან ჩვენთან მასტერკლასებისა და ლექციების ჩასატარებლად ჩვენ სტუდენტები. მხოლოდ მათი პირადი სურვილი. არა, ჩვენგან მიდის რა თქმა უნდა ეს ინიციატივა და ისინი თანხმდებიან და ეს კორპორატიული პროექტები იქნება. შარშან ეხლა დღეს გავიდა სიუჟეტი წლევანდელი შვედეთისა და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის, რომელიც კინომცოდნეობა შვედეთში აი ამ სათაურით განხორციელდა ეს პროექტი და შვედი კინომცოდნე ატარებდა ჩვენ უნივერსიტეტში ლექციებს. შარშანაც იყო უკვე ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტისა და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი დეადესა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით მოხდა ამ პროექტის განხორციელება და ჩატარდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ რომ ჩვენი სტუდენტები აინტერესებთ ეს. მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, ბოდისვიხტი, ძალიან მოკლედ რომ გვიპასუხოთ, ტურების მეშვეობით ხდება თქვენთან მიღება და შემდგომ ეროვნული გამოცდები თუ ამ ფაკულტეტზე, კონკრეტულ ფაკულტეტზე მხოლოდ ეროვნული გამოცდებია და წინ არის ეს გამოცდები? ჩვენ თეორიულ ფაკულტეტზე არა გვაქვს ტურები, ეს მხოლოდ ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩვენი სტუდენტები მიღებული, იმიტომ რომ მთლიანად თეორეტიკოსები არიან ყველა ჩვენთან. წელს დასრულდა უკვე გამოცდები. წელს ახლა წინ გველოდება ეროვნული გამოცდები, თორე შიდა ტურები სხვა ფაკულტეტებზე, კინოტელევიზია იმაზე. დასრულდებოდა შიდა ტურები არ არის და ამიტომ. არა, შიდა ტურები ჩვენთან არ არის. ძალიან დიდი მადლობა წარმატებისთვის. დიდი მადლობა.